აი წარმოიდგინე საავადმყოფოშია და ის შემოდის აქ პერეს შემოდის ბუშტებით და ხილით და ჩეკს უგდებს. აი ეს გულსაუტკერები არ გაგიჟდენ. ესთან მიდის? ციხესთან. შეთან მოდი, ამანაირჩია. ალექსანდრ პავლოვიჩი? არანაირი ხუბრო. ან სხვებს ჟილარდინო ჩაუშვათ, კაპსონა ჩაუშვათ. კაპსონას ილისფერი ჯელი. კაი. თუ არის მაგის ადრებელი თუ იყავი? კაი, ძალიან კაი მოვიგე რა. მე მოვიგე. არ ვიცი. მე მოვიგე. მეგობრებო, მოგესალმებით, სეტი საკლუბო სეზონის შემაჯამებელი აუქციონი. ამ ეპიზოდში ჩვენ შევეცდებით, რომ ამ სეზონის მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელები გამოარჩიოთ. რა თქმა უნდა, ამ სიაში ვინც მოცემული იქნება, არ იქნება მართლა ყველა საუკეთესო, მაგრამ რაღაც საინტერესო ხალხი არის შეგროვებული. მე რო არ დაიწყოთ, რომ ეს რატო არ იყო, ამას ხო რა მაგარი სეზონი ქონდა და ასე შემდეგ. ანუ საუკეთესო ხალხისგან არ შედგება აუქციონი. საინტერესო ხალხისგან შედგება. ყველა საინტერესო ხალხისგან. რაღაც გააკეთეს. აი ეგეც როგორ გითხრათ ახლა? შეიძლება საერთოდ თამაშია? ყველაფერი შესაძლებელი არის. მაგრამ საუკეთესო და შორის საუკეთესო და ხალხია. შავი პრესტიანი იყოს, რომელიც ასევე გამოირჩა ამ სეზონში. რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა ის არ არის, მაინც არ დაპანიკდეთ, სამდე მისტერი ბოქსში არ გეგონათ. არ არის. პრესტიანი არ არის? პრესტიანი მაგარია კაცო. მილიარდი. როგორც ფეხბურთელი. გიორგი ციხისთავს, ლუკა მილორავას და ანდრო ხელაძეს ექნებათ. და შეეცდებიან, როგორც ყოველთვის, საუკეთესო გუნდი შექმნათ. დიდი ხანი არ ყოფილი. 4-3-3. 4-3-3. უკვე დადასტურებით? მე მეგონა ჩვენ გქონდა მაგ. ეგ აუქციონი არის. ეს დრაფტი. მართალი ხარ მაგრამ. და დავიწყოთ მეგობრებო, დავიწყოთ მარცხენა მცველით. ნიდი. დაიწყე. ნიკა. ვინ არის თქვენი აზრით? ნუნუმენდეში. თან რიგის მიხედვითა, ანუ საუკეთესო კი, რა თქმა უნდა, საუკეთესო თუ ერთნაირები არიან, ერთ უფრო ბოდი შეიძლება რამდენიმე ერთი და იგივე ფასიანი ფეხბურთელი იყოს. კი ბატონო. ნუნუმენდეში. ნუნუმენდეში. საწყისი ფასი 40 მილიონი. 40 მილიონი. 60. 65. 80. 85. 90. აი 95. 100. 1 105. 105. 1 100. 100. 1 2 3. 100 მილიონად ნუნუმენდეში წავიდა ანდროსთან. ჩემს ძალიან დიდი გეფი არის ნუნუმენდესსა და სხვა ნებისმიერ მარცხენა მცველს შორის. არა? დაურის გადავიტყვი ფედე დიმარკოს შორის, რომელიც მეორე იქნება. ხო, ტეო ერნანდესი იქნება? არ ვიცი, მაგრამ მე ტეოც გამიხარდა. მაგრამ ამ სეზონში გამორჩეული. არა, ამ სეზონში გამორჩეულებია და კი, ნუ. ერთ რამეს გეტყვით, რომ ყველა ფეხბურთელი არის ტოპ 5 ჩემპიონატიდან. და ნიკა ასევე ერთ რაღაც დაუძვის ზუსტად ამ სეზონით ხო არ უნდა შევაფასოთ კაცო, ანუ ამ სეზონით უნდა შეაფასოთ, ანუ რომ სეზონში ისეთი ვერაფერი არ არის ნუნუმენდეში. ანუ ანუ ეხა მაგას ხო არ მეტყვიან, ნუ ეხა დიმარკომ 18 ასისტი გააკეთა. ხო, მაგას გეტყვი ზუსტად. ზუსტად მაგას გეტყვიან. ზუსტად მაგას გეტყვიან. ზუსტად. ოღონდ არ ნიშნავს, რომ დიმარკო ამ სეზონში მე არ გეტყვიან. მენდესზე უკეთესი ფეხბურთელი. მე გეტყვი თვალს დავიბრმავებს და გეტყვი რომ ფედერიკო დიმარკო უკეთესი. ითამაშეს მარტად ალიანს არენაზე 1 წლის წინ ზუსტად და ჩემი აზრით დიმარკომ შეიძლება მეტი ასისტი გააკეთა. დიმარკო ანტიგმირი ხო. მეგობრებო, დიმარკომ შეიძლება მეტი ასისტი გააკეთა, მაგრამ მაგ აუცილებლად ხო არ ნიშნავს, რომ ნუნუზე უკეთესი ფეხბურთელი. არა, ჩემთვის არ მიმაჩნია. არ მიმაჩნია. ანუ გამიგვიდება დიმარკო რომ მეორე არ ყავს. არავინ ახლოს არა ნუნუმენდესთან მე მეცაც გეტყვი. არა უშავს. მარცხენა მცველი. პირველი ჩამშრელი. ასათად ხო ანდრო? შეეცადეთ გამოიცნოთ. პირველი ჩამშრელი ბრუნო გიმარაიში. გიმარაიში ჩამშრელი არ არის. ნუ აი, 6-იანია, ანუ ვიტინია არის მოკლედ მეგობრებო. 50 მილიონად. 100. ნუ ავიდოდა ალბათ. 105. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ PSG-ს ფეხბურთელები ხშირად იქნებიან პირველ პოზიციებზე. ნიკარის გარდა, ხო, ისევში. ხო. ის ფეხბურთელები, რომლებიც არიან, შესაძლოა იყვნენ. სამი კაცის გარდა ჩემი აზრით პირველზე იქნებიან 4-ის. 100 სად ვართ? 105? 120. 120. 125. ბჭო. ცოტა მაღლა თუ არ დავანახეთ, მე ვერ ხვდები. 125. ეხლა გავიგე. 135. 135. 140. 140. გენიალური ფეხბურთელი მართლაც. ჩემი აზრით ჩარშან ოქროს ბურთს იმსახურება. 1 150. 150. თუმცა ორი ფეხბურთელი სამფასად ყიდვა ეგრევე არ მინდა. 1
155. შენია მილღა ამბავი თუ ამ რაღაცებს 1 2 და 3 ვიტინია 155-ად კარგი და ლუკასთან. ცა, აი სოლიდური. ოქროს ბურთი და არ არის ბევრი საერთოდ. რასაც ექნება ბიჭო, ბევრი არ არის მაგრამ. ხო, ვიტინიესთვის მაგრამ საუკეთესო საფერისია რა იაფიც არა ეხა არა, იაფი არა. ახო აი როგორ მოიპარა ამ ფასადო ხო, არა, ანდრომას შესაფერისად იყიდა და მე შესაფერისად ჩემი ეს ჯერჯერობით იაფად აბა ვიზე მე ხა მინდეში 350 მილიონი აღარ ვიღირდა. ჩვენი. ალბათ შეც 200. ხო, პოზიციიდან გამომდინარე. ვიტინიეს. მარცხენა ვინგერი. პირველი ყვარა. ხუჭა კვარაცხელია. საწყისი ფასი. აი ამ მომში რა წარმოგიდგენიათ რა არის საწყისი ფასი? რაც არ უნდა იყოს, ო, აი რა. მნიშვნელობა არა. 100 მილიონი, კი. 105 მილიონი. 105. 105 1 2 150 150. 155. 160. 180. 185. 190. 200. მინდეში ყვარა ბევრია რა ძალიან. 205. 210. შეიძლება ზინახავ ფულს. ბიჭო არა მას გითხრა ვერ თორე ხა დარჩება. 215 220. 220. 1 225. 125. 230. 1 240. 245. მიდი და ამოგვალება აი 250. 255. 1 270 და მოხდა. ვოუ არა. 235. აუ ხუთებით არ დავიმატებ. 1 2 280. ჩემი 285. იცით ხო რომ კიდევ ძალიან ბევრი იცით. ლუის დიასე მეორე კი 1 არა სხვა პოზიციებზეც არა არსებობა. კი რა თქმა უნდა 1 2 3 რა ფასად 285-ად. 285-ად წავიდა ლუკასთან. სანდროსთან წავიდა. მე ძალიან მაგარი მარცხენა ფლანგი მყავს და მე ვნახოთ რა მოხდება. მინდოდა რა რომ მოვდიოდი მაგისტვის ვიყავ მზად მე მგონი რომ 300-ად გამატანდით, მაგრამ მადლობა ბიჭებო რომ ციხე არ შემოვიდა რატომაც. ბიჭო ციხეში კეინი ამოდება მე ხო მგონი. არის სხვა პოზიციაზე მარჯვენა ვინგერი ფული რამდენი დამრჩა გამომიცხადეთ. შენ გაქვს 605. 605 845 ლუკასაც ციხეს ვერ ბევრი აქვს ციხეს მილიარდია. კი მე გაბროს მარჯვენა ვინგერი მეგობრებო ეს აღავს ციხეს. ოლისე. იამალი ხო? იამალი რატო ხო ის? იამალი 100 მილიონი შეიძლება ოლისეც ასად იყოს ნუ ახლა 150. გატანთ მეგობარო პონჩი. მინიმუმ იგივე ფასად. იამალი ხო ხო იამალი კი იამალია პირველი 200 წავიდა 200 უკვე 250 კაპიკებში 255. 285 ყვარას ფასი ყვარას ფასი? ო 1 2 3 იამალი მე ყვარა ვეღარ ვიზავდი ვერაფერს. ეკნა რა. ვეღარ ვიზავდი 300 მრჩებოდა მე და ფუშდებოდა თამაში. სანდროს გუნდიც. იამალი ლუკას გავალდებდი 290 და მე 295 ციხე წაიყვანდი. ციხე 300-აც ხო წაიყვანდი. კი ანუ მამას მოიმატებინა მაგრამ ის 300 მაგრამ სამართლიანი იყოს და ყვარა და იამალი მაგიტა დავტოვე რა ეს ერთ ფასად. და მაშინ კეინის ექფასი იყოს. მაგრამ უკვე ამჩა 700 აი პირველი ფორვარდი მოვსინჯოთ გარი? კილიან მბაპე და არა კეინი. შეიძლება ერთი და იგივე ფასი ქონდა ოკეი. 100 მილიონი მბაპე და შეიძლება კეინი საერთოდ არ იყოს. ასაც წავიყვან გაი. მოიცა შეიძლება ვიღაც არ იყოს ვაფშე რა თქმა უნდა მეგობრებო ანუ ეს დიმარკო ისი შეიძლება აუქციონი იქნება თქვენ 105 ყველა რო აქ იყოს 105 კილიან მბაპე 120. 120 მოიცა ხო ვისაც აიყვანს, ვინც აიყვანს, მე იმას დარჩენმა ორმა ტვინილა წავუგოს რომ დიქტატორია და ეგ ყველა გულს აფუჭებს. აუ თუ გინდათ გააკეთეთ. თუნდაც გააკეთე 150. ეს ერთგვარი თუნდაც გააკეთე 150. 155. როგორ ერთ კვირაში იცხრება ყველაფერი რომ ერთ კვირაში ხალხმა დაიჯერო დიქტატორი და გუნდებს აფუჭებს და საფრანგეთის ნაკრებმა იმიტომ კი არ მოიგო რომ მბაპე იყო ძალიან მაგარი ბაბე არ იყო ლიდერი ოღონდ მაგუნდის მატუიდი. ეს ანუ 2018 ტოპ 2-ში იყო. ტოპორში იყო მე გრიზმანი და მეორე საფრანგეთზე ამბობ თუ პირველზე მეორეზე პირველზე ვამბობ მე კაცო პირველზე მე მგონი ძალიან გუნდური იყო ვერ ვიტყვი ძალიან ანუ ბაპე ვერ
გა მეორე თავიდან პირველი საფრანგეთი რას X ფაქტორი. 18. ანუ ჩემპიონი საფრანგეთია. კი. მის მეორე ჩემპიონი აღარ გავხდარა. კი, მაგრამ მე ვიტყოდი ფინალი რომ ითამაშა. თავარი X ფაქტორი იყო ბაპე, ძალიან პატარა ამბავია. მაგრამ რა ვერ მოიგო. მაგრამ გასახდელის ლიდერი ვერ იქნებოდა. ასახტელის ლიდერი 18 აი, რა წლის ფასე ვარ? პოგბა ძალიან მაგარი. 150 თქვა 155. 55. 160. ვარანი. 200. 205. 210. ოხ კი შეიძლება არ. იცით ხო რა ფეხბურთელებს ჩაგისვავთ? 220. და ძვირია ბაპესთვის 220? არა, ზოგადად 225. ეს ეღირს ხალხი. ამ საუკეთესო ფეხბურთელების 230. აუქციონი არის და ხო, ყველა ეს ძვირი ღირს აქ. 235. 235. ბიჭო მე ყავს კვარა და მენდეში და ბაპე. და არა. და მე შეიძლება მე მოვიფიქრო აი 250. 250. What? ეგრე უნდა 1 255. 1 2 3 ბაპე ბაპე და კვარა მყავს. და მენდეში. კაი. 350 ჩაუღონთ. 350 თამშა? ცოტა ხანი წამოწე. მაგრამ შეიძლება გაგიმართო. ეხლა გამართლებაზე ხარ. ხო. იმიტომ რომ კარგად ვეღარ ითამაშებ გამართლებაზე. ეხა ვარ მესამე ოფცია ყველგან და ხო. ხო, და სამ პოზიციაზე. მარჯვენა მცველი. ანუ გაგიმართო სასრული კლუბები შე. აი ეხა ეს ამაზე საერთოდ ანდრო იძინა. ჰაკიმი. მარჯვენა მცველი, ხო? კი. 45. 80. 85. 100? 105. მენდეში ა მენდეში ძვირად იყიდება უკვე. მენდეში აღიდა ანდრო? 105. 105. არ მენდეზე უკეთეს საჰაკი. მე ხო ცოტათი მიჩვენია მენდეში. ამ დაცვაში მირჩევნია. შეტევაში ის მირჩევნია, მაგრამ როგორც ფეხბურთელი ჰაკერი. ხო რა. იქ სადღაც მარცხენა სადღაც, კარი მარბადაც. 100. 100. იგივე ფასი. 115. 115. 1 120 კაი. 1 125. კაი წაიყვანე. 2 და 3. ჰაკიმი 125-ად წავიდა ლუკასთან. იგი მე რა თქმა უნდა უკეთესი ფეხბურთელია, უფრო მეტი დიდი ხანი თამაშობს და თამაშობს ძალიან მაღალ დონეზე. სხვა გუნდებში დაამტკიცა. ხო. 720 დამჭა მე. ფული ამ დროს აქვს, ამ დროს კი არა დამეტა. ამ დროს აქვს. ციხეს აქვს 715. ლუკას აქვს 720. ამ დროს 350. და მეგობრებო, მეკარე, მედია მილანის ფეხბურთელები შეგვხვდები. მოსინჯოთ მეგობრებო, მეკარე. ია სანტიაგო ხელი. ტიბო კურტია. კურტია. მეგრელია. შას. კურდია. ტიბო კურტუა. 40 მილიონად. ტიბო კურტია. 60. 50 მეცავ. უი უკას 60. 60. 65. 80. კურტუაზე რაია? არ ვიცი. 80 თქვი? მეორე რაია? 85. 90. 95. კაი 100 რა. აიوان. კურტუა 1, 2 და 3 არის ციხესთან. რაღაცა ძალიან არასწორად ვიყიდე, ძალიან სწორად. ესეთი აუქციონი ყოფილა, რომ ყველა მაგარი ან მე მგონი ეს ჯერ. ვაჭრობა ჩვენ არ ვიცით. ჯერ. რო ეს ყველა დაბალანსებულად იცი საბრძოლო. როგორ უდგებით, რომ აი კურტუა 100 მილიონი ღირს მაგრამ ყველა მაგარი ფეხბურთელია, ფული აღარ ხო, მე მგონია რომ ფული არ დაგჭება და მე უსულ ვარსებებს ჩაგისვამთ. ოკეი. მოვიფიქრებ როგორ არ რომ მინდა უსულ ეგ ვარსებებს. ფული. ხო, კვარა მბაპე, დუნუმედეში და უსულო არსება. მანუელ უგარტი. პარა მბაპე, კიტრი. ნუნუმენდეში, უგარტი ოლოკი, უასება რა. შეიძლება რაღაც. სამაჯური. არ მართლა უსულო რაღაცებს ჩავსო. სული რო არ აქვს ესეც. ვოლდემორი. ცენტრალური მცველები. ჯემპრი? პირველ შემოგთავაზებთ მეგობრებო ბასტონის. კაი. რაც უკიდია. მოდის, დარჩა. 50 მილიონი. შენთან მოდის ლუკა. როიცოდე. აუ. ეგრე კაი და დაიჯერეთ რა არ ვიცი. აი, ხო, წავიყვან 45-ა. 55 ბასტონი. 60. 65 არ ისახურეს ბასტონია 20-იანი მერს. კაი, 75. 80. 81-იც რო შეიძლებაოდეს ალბათ. 85. ვახ. გახდო. ბასტონი ვარსას როგორ ჭირდება რა. ბასტონი ოსიმენი. აბდე? ჩვენ ვიტყვით რომ 4 წელიაში ვერ თამაშობს, აიყვანე. 2 3 რა ფასად წავიდა? 85. თუ ეგ ბაპე დიქტატორად უნდა შეურაცხოთ,
ბასტონის ეგ იარი აი კი შენი მოყვება. ჭირიმე ხარ რა. თან ეს არის თავი აპოლოგეტი მაგ თეორიის, რომ 20-ში ვერ თამაშობს. არა, მე არ ვარ მაგის აპოლოგეტი, მე ვამბობ, რომ ბარსას დაცვის სტილს თუ არ შესულს ტიპები ვერ უშველიან თქო, თორე 20-ში ვერ თამაშობს, პირიქით მაგას ვამბობდით, რომ იტალიაში გვაქვს ამოსული გატუზოსთან. თუ კარგად თამაშობს? რომ ცუდად თამაშობს, ან ცუდ ძველთან, ცუდ ნაკრებში. თუმცა პირველი შემტევი ნახევარმცველი. ო, ვიტინია ბასტონი ჰაკიბი. შემტევი ნახევარმცველი პირველი გეტყვით, რომ აქ ერთი ფასის 4 ფეხბურთელია ზედიზედ რა. პანიკაში ვერ ჩავარდეთ, აი პირველი. იქ გაგვია ფერა, მაინც ჩვენ ვალვერდეთი დავიწყოთ, რომელიც ნაცემი ვალვერდეთი. გავახავთ 50 მილიონი. საწყალი 50. აი 55-ად წავიყვა. მე მეგობრებო კი იცით. აურა აღარა აქვს პროსტა ვალვერდეს, ხო? აუ რამხელა აურა ქონდა. კი არა და გალახული ხო. ეხა ან დადასტურდა ხო? რომ გადასტურდა წერილის გამოაქვეყნა კაც. და დააჯარიმეს 5 ჩაგვერთო. აი ვინ არ უცე ისე წარმოიდგინე, ჩუამენი ხო დააჯარიმეს 9 მილიონით. ეს ნაცემია და დააჯარიმეს 9 მილიონით და სამათხოვოშია და მიეწია ეს. იმაში რო არის ხო? ეს ავარიაში რომ მოხდები, თუ დაგარტყა შენ სიხდე. ხო. აი წარმოიდგინე საავადმყოფოშია და ის შემოდის, რა ქვია, პერეს შემოდის ბუშტებით და ხილით და ჩეკს უგდებს. აი შენ 9 მილიონი. მაწონი რო ვერ ჭამს. აი 80. 80 მილიონი. სადო. ვის არ მოხვედრია ბიჭებო 100 გადაიხადეთ. 85. ეს ხომ ის კაცია რომელიც ჰეტრიკი შეეცრულა. 90. აი 95-ს ვიხდი. 1 წაიღე. 2 3 ვალვერდე 95 და წავიდა ლუკასთან. თუ მართლა ცემის გამოხარ და მოერია რა. მეც იგივე ფასიანი ყავს. მოერი არა უკენა. რა ვქნათ ახლა მოერია. ან იქნებ ზურგში ჩაარტყა. ხო. ოი ვინისიუსი. მე არ მჯერა ეგ, მაგრამ მაინც. ვინისიუს შემოახტა. აა ძალიან კარგი გუნდი. არა, შესანიშნავ, მაგრამ იგივე ფასიანი ყავს. ძალიან კარგი მარცხენა ფლანგი. ეს ბაპეს მარცხენა ფლანგი. აი, მარჯვენა ვინგერები ამოვწუროთ მაშინ. აბა. ოლისემ 100 მილიონი. ბიჭებო იაფად არ ზარ. 100 მილიონი. ყავს მე მაშინ ყავს. გაკეთა, შეგატედი ანუ. საშირო. ის შედა, ოლისეს შინელე შეატა. ვახტება. ანუ შევატეთის გუნდი თუ დარჩა მართლა ბოლოკი ეყოლება გუნდში. და ტოფასოს იასამისფერი ჯემბრი ეყოლება მარცხენა მცველად. მარჯვენა მცველად. საშინელე ვახტება. 100 მილიონად მიყავს ლუკას. 1 არა. რამდენი? ძიერწა მას 10. ძალიან ცოტაა. ძალიან შევატენიან მართლა. 1 2 კაი წაიყვან. 100-ად ოლისე წავიდა ლუკასთან. კაიაფა წავიდა ჩე. საბარათო გაგატარე იამალი შენი აზრით. ბიჭო, იამალს ეკუთვნოდა კიდე. ანდროს ვინ დარჩა? შენ დაგჭა, ესე იგი, ალექსის 15 მილიონად ADM-ი ან 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი ნახოთ. ბოლო 2 სეზონში 30 გოლზე მეტი აქვს გატანილი ჯამში. ჯამში? ჯამში. 30-ზე მეტი 80-ცა, ხო. ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული ახლა გამოიძახეს პრესტიანია. და ახლანდელ კლუბთან ერთად ჯერ არაფერი მოუგია, მაგრამ შეიძლება აი, მანჩესტერში ვინ? აი, მოის დავფიქრდეთ. ერთი მატჩი აქვს ჩატარებული ბიჭო. მანჩესტერში არავინ არა? არგენტინელი იქნება რა. მართლა გეუბნები. შენ ახლა მგონია რომ მაბნევი მე. არა, კაი, დაგეხმარებ. მინდა მართლა. არ ვიფიქრო. ან ერთი კაი, ნახე. მაინც ორივე ერთი მატჩი ახალგაზრდაა უეჭველი. მაგრამ 30-ზე მეტი გოლი. მასთან თურმე კი იქცა კომიკურ პერსონაჟ მაგრამ 30 გოლი არის. არა, აქვს 30 გოლი. 10 გოლი მასთან თურმე. ის დამეტანია. ვა, ვი შეიძლება იყოს ერთი მატჩი აქვს? პრესტიანია თქო გეუბნები. ერთი მატჩი აქვს? ერთი აქვს პრესტიანის ნაკრებში აქვს ნათამაში. ვინ გამოიძახა პრესტიანი? არგენტინაში ნათამაშები აქვს პრესტიანის. ნაკრებში ბიჭო? ეგრე მახსოვს. ეს პრესტიანი დავიყვანო? მაგრამ ADM საერთოდ რა შვება? ADM მე არ მომიკითხავს შელს რო გაუტარენ. შარშან? შარშაცი. რას აკეთებ? რას ნახულობ? მე ვნახო რაღაცას პრესტიანი. მივწერა, პრესტიანი არ არის თქო. რაღაცას მივწერა. და კარგი, ეს თუ ამას ამბობს, ესე იგი კარგია. არ ვიცი. არ მინდა რომ პანიკაში ჩავარდე და ჩემზე უკეთეს ფეხბურთელია. ჩემი აზრით შეიძლება ვწდებ. აბა, всё. აბა, ეს ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი ამ ფეხბურთელს ნაკრებში ერთი თამაში იმიტომ აქვს რომ უბრალოდ მოკვეთილი არის ნაკრებიდან მეისონ გრინვუდი არის. კი, უეჭველი უკეთესია. უეჭველი არა, უკეთესია. ADM-ზე უკეთესი ამდენად არის. ანუ გრინვუდი ძალიან იჭერი ფეხბურთელია, უბრალოდ ცუდი პარტნიორი აღმოჩნდა თორე. ძალიან კარგი ფეხბურთელი არ არის? კი, არა, ADM-ი ჯობია. არა, ხარასერი მე არ მინდა რომ გუნდში მყავდეს. ხე, მაგაზეც ვიფიქრო 20 მილიონი. ხო, რა ვქნათ ახლა. ხარასერი მოყვეთო და ნაცე მოვარდე. გაცები რა ვქ მოერია და არა, ნახე, იმას მიცა ისეთი მიზეზი რომ იმან დაამოწავა.
შეიძლება რასისტია. შეაგინა. აი შეიძლება შემდეგი ხალხ ცენტრალური შეიძლება 1000 წაიყვანა, ხო? მცველი. შემდეგი ცენტრალური მცველი. 1000 წაიყვანა. 1000 წაიყვანა მისტერი. ვლავ 50 მილიონი გირვანკა სტერლინგად. ან რაღაც თანხად, რომელიც არ ვიცი ზუსტად რა არის. სალიბა. რამდენად? 50. 50. მაგრამ რას ციხეს გამოწა? რამდენი? 600. 15. 50 60 65. 80 85. ბასტონის 95 აჰა 100 და მეთოდში ებს ვაკეთებ. თუ არ მინდა 100. ითვლება ეს უკვე 100. კი, არ თქმა უნდა ითვლება, ითვლება. არ ითვლება, არა, რატო ითვლება? არა. გავი, აწეული ჯობია რომ არა, ითვლებოდეს ფიქრობს. ციხე ბასტონი. ადამიანი ჯერ ფიქრობს. აი, კაი გუნდი. აი არა 100 ვიხდი კაი. 100 წაიყვანა. ციხე გიძვირებს ხოლმე ფეხბურთს. ვიცი, არა, მაგრამ თუ აბა რა უქნა? ის ხო არა ვარ. არ დავა კონკრეტულად. მე არ გამიუძვირეთ აბა. ბაპეს შენ მიძურებდი ბაპეს. უეჭველი ვიცი. და მაგითო არ მე მინდოდა ბაბა. შენ თორე იცოდი რომ ვარსკვლავებს მიყვავდა ანუ კვარა იამალი და ბაპეს არ მატანდი იაფაც და მე მივხვდი და არის სიამდვილეში ციხე მაციცის და შენ ციცი რომ ბაბა მინდოდა უბრალოდ. არა, უნდა და მაგრამ ბიჭო, მაი ვეღარ გავიგე. მინდოდა მაგრამ რა ფასად. მარცხენა მცველი ანუ სიგიჟე 350. დიმარკო. დიმარკო მეორე. იბრძოლით ბიჭო, მე მყავს. რამდენი? 30 მილიონი. 30 მილიონი. ფული ამდენი გაქვს? მაგ შენ. აი ვეუბნები 430 აქვს ლუკას, 340 აქვს andros და 515 გაქვს შენ. შემატე 35-ად შემატე. 40 45-ად 50 15 60 სამწა ძალიან. 70 75 80 სერია 85. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. 90 95 აუ ასიხტი, ფედერიკო დი მარკოში? რამდენი თან ცოტა ფეხბურთელი დარჩა, მაგრამ შენ ფორვარდ გიყოლება ცუდი, მარცხენა გარემოები ცუდი. გინდა დიმარკო? 415. წაიყვანე. არ მინდა არა მარცხენა მსველი. აი, წავიყვანე მაშინ. დიმარკო 1 სერია საუკეთესო ფეხბურთელი. 3 ხო, რამე ისეთი რა. ძალიან კაი. 95-ად ხო? ხო. 360 325. შენ გაკ ჩემს ესე იგი არ. ანდრეა კამბიასო ამბიაზო. კამბიაზო 10 მილიონად ორივე ფლანგზე. ან რა ანდრე კამბიაზო. ან იგივე თანხად ეს ფეხბურთელი პირველ პროფესიონალურ კლუბში ინგლისურად ლაპარაკობდა ცოტა ისეთი. ამ სეზონში 2 გოლი გაიტანა 2022-23 წლებში კლუბის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ვაუ. კერკეზი შეიძლება ბილანსში ინგლისურად ლაპარაკობდა. ერთი გოლი ბრაიტონთან გაიტანა. მეორე შეიძლება სადმე. კერკეზი გიჩვენია თუ ანდრია კამბიაზო, აი პირობითად კერკეზი. ზე თუ ანდრია, ბიჭო, როგორც წველი ანდრია კამბიაზო უეჭველი. როგორც ჩველი, მე პირიქით გონია რომ ჩველი ძალიან ცუდია კამბიაზო. კერკეზი? კერკეზიც ძალიან ცუდია. ორივე ძალიან ცუდია, მცველად. ბიჭო. ანდრია კამბიაზოზე ამბობენ რომ ეს ტიპი სიტიში სითა. არა, მაგარია, ჭკვიანია, მაგრამ ნუ აი კარიერაზე გიჩვენია თუ კამბიაზო. მე კამბიაზო, მართლა კამბიაზო. კამბიაზო მე ვასება ზოგადად. ანდრია კამბიაზო. ორივე ფლანგზე მაგრა თამაშობს. კი ბატონო, ალვარო კარერასე იყო. რამდენი წაიყვანა კამბიაზო? 10-ად. ჩვენ კარერასი ხო მანჩესტერის აღზრდილი. ხო და ან კარიერაზე იქნებოდა ან კერკეზი თქო და. ბიჭო, რა ვიცი, კარერასი მე მომწონდა 23 თამაში მქონდა ნახე ბენფიკაში. მეც ეგ რეალში ისეთი გოლი ნორმალურად. გაიტანა, მაგრამ ვალენსიას გავტანა გოლი რო დასასრული. გამოიტანა ბურთი კარგი. შემდეგი შემტევი ნახევარმცველი მეგობრებო ბრუნო ფერნანდეში არის 50 მილიონად. არც ეს არ ყავს. პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ალბათ ვინც გახდება. არც ეს არ ყავს. ანუ ყოველს გჭირდება. 50. 50. 60. 80. მილორ შენ ყავს დაჩენილი მეკარე, ერთი მცველი, მარცხენა გარემარბი, შემტევი და ფორვარდი. დიახ, დიახ. 85. 90. 95. 100. ციხფული რამდენი გააქვს? 505. 105. 105. თურმე აქ ლუკა შემოვარ. რა თქმა უნდა. 1 და მილორას დარჩება მე ორი? მესამე 110. 1 2 3 ბრუნო ფერნანდეში 100-ად წავიდა ციხესთან. 395 დარჩა ციხეს. თქვენზე მეტი ხო? შემდეგ ჯერჯერობით გადიგი. ფორვარდი გამოიტანე მალე. კიდევ ერთ შემტევ ნახევარმცველს გამოვიყვან ბარემ და შენ მოდი ჯერ ფორვარდს გამოვიტან მართალია. არა, ჯერ შემდეგ ნახევარ. არა, ფორვარდს გამოვიტან. შემტევი გიხოცები რა. ეს ფული ხო უნდა დახარჯო. ხო, შემტევი არის კეინი. ყველაზე მეტი ხომ მემაქვს ამ მომენტისთვის. საწვის ფასი 100 მილიონი. 150. ხო, ვიბრძოლე. რამდენი? 150. და რამდენი დარჩება? ცოტა.
აი 155. 160. იმას შეავსებს ეს ხოლმე. 165. 165 არ თქვი მე? აი 170. 75. 80. 180? მე მეჩება 1 მე ერთიც რამდენი 185? ერთით მეტი. 185 უნდა იყოს. 185. 190. და 195. 200 კაი ფასია გეინ. გამატანი მილო რა იმას შვები. 200 კაი ფასია. ერთი ლამაზი იქნება 200. 200. 205. 205 ერთი 210. 210 და ამას რჩება რამდენი? რამდენი მარცხენა გარემარბი დარჩება 135 დარჩება და მარცხენა გარემარბი არ ეყოლება. 4 ფეხბურთელი დარჩება კიდე. ბიჭო მე ვინ შემხვდება პროსტო? არ ვიცი. ფორვარდის პოზიცია. მაგრამ ამას ნახე 4 პოზიცია იქნება და მართლა აბსოლუტურად ჯემპრი ეყოლება ერთი მაგარი. აჰა, ანდროს ვენდობ. წაი. ჩემი აზრით. 3 просто. 205-ად წავიდა ჰარი კეინი ლუკასთან. და რამდენი დარჩა ლუკა? 130. 130-ად უნდა იყიდოს. ანუ ყველგან მეოთხე ოპცია გვხვდება. შეხვდეს. მესამე ოპცია. ბოქსების იმედი. შენი არჩევანი 10 მილიონად იგორ ტიაგო ფოფხა საყვარელი ფეხბურთელი. ან 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. ცოტა უკეთეს ტიაგოზე ვერ შეიძლება. რა გინდა 20 მეტი გოლია გაძალი. მეორეზე მეც უკვე ერთ თამაში ითამაშა კარგად მანჩესტერთან სახლში. ესპანეთში უთამაშია. გასულზე. ესპანეთში უთამაშია. აა ამ სეზონში 15-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ყველა ტურნირზე თუ თავის ჩემპიონატში. ხო არც. თუ გაგაბნევ. სად ნახე ფლეშ სკორზე თუ ტრანსფერ მარკეტზე? ვერ გეტყვი. არ გეტყვით. ოკეი. შანსი არის რომ მე გეტყვით. შანსი არის რომ 2026 წლის მსოფლიოზე ვიხილოთ. შანსი ანუ არის? ნაკრებში შეიძლება. ეხლა შანსი არის ნებისმიერ ფეხბურთში შანსია რომ ბაპე ვერ ვიხილოთ. შანსი არის რომ ვიხილოთ. თუმცა გამორიცხულია რომ ანუ შეუძლებელია. კამაკა. კი ბატონო, ხო. გამორიცხულია? მისი ნაკრები გასულია. როგორა აბა ირანი რო ჩაიხსნა. 48 ნაკრები. გასო, ვიცი შეუძლებელია კარგი ფეხბურთელი იყოს აქ. რატო? აი იგორ ტიაგოზე ხო ვიფიქრებდა ეს რომ უეჭობელი გაატარებენო. ბიჭო, იურტიოს მე გავატარებდი, მაგრამ ფოფხან ხო მაგრამ ხო იცოდა ვინც ვისხედით რა, ჩვენ არ მოგვარგო დავიჯერო რო ადგენდა. სწორად უდგები. ხო და მაგიტო იგორ ტიაგოს მამად გააპატიოსნ. ვერ გავაპატიოსნებ. იტყვი რომ 20 პრემიერ ლიგის მეორე ფოფხურად რა. არის? არის კი, მაგრამ აი რა იგორ ტიაგო. არა მე ვიცი აი იგორ ტიაგო მანჩესტერთან მეორე თამაში აი ხა. უბრალოდ სიტისთანაც 0-0-ზე რა მომენტს აფუჭებს. კაი. კაი, მიყოს მისტერი ბოქსი. ხოაკინ პანიჩელი 10 მილიონი. 10 მილიონად? არა, ცუდი ცუდი არ არის. იგორი? ცუდი არ არის. თქონდა ჯოდა პანიჩელის იგორ. მაგრამ ხო ხვდები მე მეგონა რაღაც იქნებოდა. გრიშა. უკრაინა შეგეძლია დააბალანსოთ ციხე. ხო ნუ სადაც დავზოგე იქ. მარცხენა გარემარბზე დავალო. დაგჭირა ფული ხო ხა სამიგეროთ რა. ლუის დიას. არა რა დამრჩება. ბევრი ფეხბურთელი მოყავს ასოყვან. მეგობრებო, მოდი, მე კარე მოვაკო არახჭინოთ. მე და ანდრო ვართ. დავით რაია? რამდენი მილიონოდი? აი რა დენი უნდა გითხრა. 30-ია. 25. 25. 25-ად წავიღო. 1000-ად წავიღოთ მე. 35. 40. არა, ჯერ მიდიანთ. 45. 50. ერთიც გაუზარდე? 55. 60. აუეს. 60. შეიძლება 70 ხო, მილიონი ვარ. ლუკას. 70 მილიონი რამდენი ფეხბურთელი? 3-ზე. 3-ზე 70. ეყოფა. მისტერი ბოქსებით ეყოფა? ერთიც გაუზარდე რომ არა. აბსოლუტურად ანუ საშინელება პილიგრიმის ოფლიოს წინააღმდეგა, თორე ის ამას ეხმარება. საშინელება მინდა რომ ცოცხალი არსებები ეყოლება რა თქმა უნდა გუნდში რაც. 70 მილიონი ბიჭო, ჩემთვისაც ანუ ცოტა დამშა ფული. ბევრია შენთვის. აი, მეკარეზე ჩემპიონატი არ უნდა. ფეხბურთელი ყავს. ჩემს მეკარეზე არ უნდა ანუ გაიგო. სპეციალობით ნაკრები ფეხბურთელი ყავს. მიდლუკა წაიყვანს იყოს რა ეს 70. რამდენად? 70 მილიონი. არა, 70 დამრჩა, 60-ად წავიყვან. მართლა? არა კაცო. არა, 60-ია, ფასი 60-ია, მართლა. კი. მაშინ 65. ეს რა მაშინ არა, მე ეგრე მაქვს. არასწორად ათვალე. ხო და მაშინ 65 არ ეს ხდება? ეს თუ არ გიდა. წაიყვანოს. ეს მაშინ წაიყვანოს. არა, წაიყვანოს, მაგრამ ეს წაიყვანოს, მე ეგრე მახსოვდა. წაიყვანოს. ვატა, 65-ად მიყავს? ვატა. 65-ად მიმყავს კი. კაი. რაია ხო, ეხა იყოს აი ისე პროსტა ეს, ოდურო რა ვიცი. ალკმარის მეკარე არა, გაუწევს. მერც გეფიცები ეგრე მეგონა. გავიგე, მაგრამ ეგეც თამაში. თუ გე 60-ადაც გაკეთე. არა, თუ მინდა ხო არასწორი არის. აბა ეხა რა ვქნა მაშინ? ის რომ თავიდან წესი ეგ არის ჩემი აზრით. მოდი მაშინ გადავატანოთ. გავატანოთ. რაია შენთან 60-ად რა, იმიტომ რომ ეგრე იყო. არა, პროსტა არა, ამოუჭრით თუ რას ვიზავთ. ანუ მე რატომ მახსოვს 70? არაფერს არ ამოწევ. 70 რჩება.
არაფერს არ ამოვჭრა. 70 ხდება. კი, ეგრე იყო დიკა. ამისი არის. 65-ად არის ამის თუ 60? 60-ად ამის. კაი, 65 რო გადავიხადო, შეიძლება თუ არა? გინდა შეიძლება თუ არა? ანუ მე რა კაი, ეს სახე თუ არის, 60-ად რა ეს? ეს სახე რა ის მე არა, მართლა. აი ეხლა თუ დაფიქრდი და არ გინდა რომ 70 დაგჭირს, მიეცი თქო რა მაგას ვამბობ. ხო, ანუ მაგის შანსს გიტოვებ. 65-ად აღარ მოყვები მე მაგას ვამბობ. ანუ 65-ად გინდა რომ წავიყვანო? მითხარი როგორც გინდა. ანუ მე რას ვიკითხები რომ მე დავიკი 60-ად რომ მინდოდა თუ არა, ანუ მინდა თუ არა რომ დავხაჯო 60 მილიონი მაგას მეკითხები. ხო. არა 60-ად წავიყვან რა ის. წაიყვან. აი. შენ გრჩება კობელი 10 მილიონად, ხო? ან 5 მილიონად ეს მეკარე. აბა? სერიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ეს რა გამოცდილება? საფრანგეთშიც უთამაშია და ქვეყნის საუკეთესო კიპერი მინიმუმ ერთხელ გამხდარა. ეგ მეკარე. ნარუმაა შეჩემ. ჟან ბუტე შენთან. ლიგას აი სეზონია გზა. კობელი მას მას წელს ისე ყველაზე მეტი კლინშიტი და კომომ, короче, ინტერთან რამდენი გოლი გაუშვა ორ მატჩი? ბევრი, მაგრამ ეგ ბუტეს დამსახურება არ არის, ძალიან დაბალი იქჩი აქვს საბუთარ კარტთან. კი, თუმცა კარგი მეკარეა ცა. ანუ კომომ სულ გაუშვა გონი 28 გოლი თუ რაღაც. ამ სეზონში და 8 ინტერთან და დალშე 20. ხო. დალშე ანუ ვინც დაურტყა იმან გაუტანეს ხო დაბალი იქ. არა, ბუტე კაი მეკარეა. შემდეგი ეხი მცველი თამაშობს კარგად. კუბარსი რამდენი გადაიხადე ბუტეში? 10 თუ ბუტეში 5 გადავიხადე, ხო? 5 რა ცოტა. კუბარსი 50 კუბარსი 50? ანდროს რამდენი დაჭირე რა მითხრა? ახლა ვერ წამით ყველას გეტყვით რამდენი გაქვს 385. 385 70 335 დავაი. კუბარსი 50 50-ად წავიღო. 55 და 60. წაიყვანოს. მადლობა. კუბარსი 60 წავიდა ანდროსთან კაი, ეხლა თენ რა უმცველს ამბობ, ხო, აღშკარად. ჯერ რატო უი, მე მეგონა მის. ჯერ კაი, გამოვიდეს ლუის დიას სცენაზე, რომ წავიყვანო. აი აჰა გამოვიყვან მოიცა ლუის დიასამდე ერთ შემდეგ ნახევარმცველსაც გამოვიყვან და შემდეგ შერკი 50 მე მყავს ბრუნო. 50. ორი შემტევი გჭირდება უი. 55. ორი კაცი ეს რა უნამუსოა? ჯო, ანუ 15 მილიონი. და რამდენი რჩება? უთება თვითამაშებ რა. ორაკან ბურთელიდან რჩება. შეიძლება არ იყოს ყველა ხუთიანი შეიძლება არ იყოს შეიძლება. კაი, 60 და ეხლა ხო. აიყვანე. გიხვეწებოდი ამისთვის ის ჯექნა რა. ღირსი იქნებოდა, მაგრამ ნუ ღირსი. მოიცა ერთი მეც მაქვს შანსი ანდრო. ერთი კაი, იყოს შერკი მე ვიყო 65. 70. 50 ერგი სავიღო. შერკიზე ჭიდაობა არ მინდა იამან. ერთი მაშინ გამოვიდა. 75, კაი, ბოლო. მაცი. 80 და შენია. 80 და ჩემი. კაი. სად გაიღვიძა ციხები? ბიჭო, ჭირდებოდა თურმე. მოის ბრუნოვის ყავს. მე შენ ორი შემტევი არის. ორი შემტევი ნახევარმცველია 4-3-3 თამაშობ 80 ხო? კი ლუის დიაზი 70 ვის ვებძვი? არავის. მე. 70-ად მოდის. გამოიყვანე მაშ მარცხენა. უნდა დაგეწრო 70 გეტყვა და ნული. გაგატანდი. გამატანდი? და მე ორი კაცი უსულოსაგარი გეყოლებოდა. ხო, ხო, მაგრამ შენ რატო გიხარია რომ მე უსულსაგან ბიჭო, აი. შენ გიყოლებოდა, მე მეყოლებოდა რაღაცებს. ხალი და დავრჩებოდი. ორი დავჭებო. სად? ბრძოლაში ვინ რატო? 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 არა, ტაფსონა ჯემპრი რო გეყოლება, მე კარგად თქო და გაუტანე. გაუტანე. რატო უნდა მყავდეს? ტაფსონა არ ჩაუგდა ფულა რა სადრე? უსულოები ვამჯერ. არა, მე შეცვალე შეცვალე. რომ უსულ არსაც ჩემი ლუის დიას. საგენებს ხო, რა ავტომატურად აგებს ვისაც ფული არ ეყოფ. მოდი ეს აი ეს დღეს მოხდა მაინც და მაინც ეს. დღიდან ეს ტიპი. რატაც ის დასაწყისში ვთქვი რომ უსულო საგნები აი დღეს ის ხებს ტაფსონა ჩაუგდა. თუ კიდე ვინ ჩაუსვი ვიღაცას? მოგითხარით ნაძვი და ჯილარდინო ჩაუსვი ვიღაცას და ვიღაცა არა. გადაცემის დასაწყისში არ ბოლოკზე და იმაზე არ ხუმრობდით? ხო, მე მეგონა ხუმრობა იყო ეგ. არანაირი ხუბრო. ან ხებს ჯილარდინო ჩაუსდათ, ტაფსონა ჩაუსდათ. შენ ჯაგდება ბოლო. ტაფსონას იგისფერი ჯემპრი. კაი, კარში. ფულში ჩაეტევი, რატო ღერო? და ყვითელი ჯემპრი მარჯვენა მარცხენა ვინგერი მომე. მომის დოგვისფერი. მომე. აიშაო? იგორ ბაშაო, იგორ ბაშაო. შვენიერი. შვენია პანიჩელია ის. ან 10 მილიონი. აიშაო მირჩევდები. ნახევარ კაც ბიჭო, პაიშაო მილანთან ითამაშა. ძალიან კაი, ძალიან. მოწვა თავი შარშა. ეხლა წართავაშობ სუდად. იგორ ბაშაო. ჩემპიონთა ლიგაზე მშვენიერი გამოსვლა. რა პაიშაო. კი, 15 ღირსო? 10. 10. 10 ღირს ეს ფეხბურთელი. აბა? სოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში იასპარეზებს. ეუ. 7 ნომრიანი მაისური აცვია. აჰა. და იტალიის ნაკრების წინააღმდეგ 2 გოლი აქვს გატანილი სადღაც კარიერაში. ბაირაკტა. მაგას ვეჩევ რა. ვა, ვინდა? ნუს არა C ჯგუფი არის მეგობრებო, ბრაზილიის ჯგუფი.
და ბრაზილიის ჯგუფში არის ნორვეგიას და ანტონიო ნუსა. ანუ პაიშაო ნუსა შორის დიდი ხობა არა იყოს. მე ნუსა მარს. რამდენად წავიყვანე ნუსა? 10. შვენიერი. ნუ შვენიერი 10 მილიონი შვენიერი. ნუსა 60. ნუსა კეინი ოლისე იბოლერებენ შედევაში. უფ მეც. ეგრე ლუის დიასი ამალი პანიჩე. აი არ ვიცი. პანიჩელი მაგრა იბოლერე. ლუის დიასი აუ ის ნუსა ხო ის ბოლერია. ჩამშლელი პავლოვიჩი მე მყავს. 20 მილიონად. ციხესთან მიდის? ციხესთან. შეთან მოდი ამანაირჩია. ალექსანდრ პავლოვიჩი? არ მაგარი ფეხბურთელია რატო იცი? არა, მართლა кай ვებულა. კი, ეგ იყო X ფაქტორი. ვიდეო. PSG-სთან და ალექსანდრ პავლოვიჩი 20 მილიონად დაჭუქარია. ერთი. ხო, მაგრამ ვისებძოლები მაგ ფულით. არ მოდი ალექსანდრ ჩემთან. მოდი. და მესამე ვისთან მიდის? ორს გოლი და მესამე რა მე დამრჩა. ვიტინია შენ ყავს, ხო? ეხა მე მეგონა ჩარხანოღლუ არის შენთან. ჩალხანოღლუ არ არის. იჩევნია პავლოვიჩს უიჭებ. შეიძლება მეც მეჩვენე. და 10 მილიონად ეს. კი, მეც მეჩვენე. 10 მილიონად. ვერ უთხრა უკეთეს სეზონია, ხო? არ პავლოვიჩი ასაკიდან გამომდინარე. სასაულია. გუნჩი პავლოვიჩი გირჩევნია. არ ვიცი, მომიჭო. ჩალხანოღლუ ძალიან მაგარი ფეხბურთელი. მეც ვაფასებ. ასაკი. ჩალხანოღლუს უკეთესი პასი აქვს, უკეთესი დარტყმა აქვს, რა რა ვიცი. მოხდა? დაცვაში უკეთესია პავლოვიჩი. კი. და ჩამშლელი გჭირდა. ძალიან მაგარია. პავლოვიჩი? ჩალხანოღლუ. კაი, ჩარხანოღლუ თუ ეს ფეხბურთელი 10 მილიონად. ჩარხანოღლუ 15-ია. ერთ-ერთი ტოპ ჩემპიონატის რანგით მესამე ლიგა აქვს მოგებული. ერთ-ერთი ტოპ ჩემპიონატის რანგით მესამე ლიგა აქვს. უნაიჩიო. უნდა იყო. იმავე ჩემპიონატის თასის ფლობელიცაა. და ახლაც მაგ ჩემპიონატში თამაშობს. აღადა უეჭველი ძალიან მაგარი ფეხბურთელი. უეჯველი ძალიან მაგარი. მაგარი იქნება ხო ვიცი. მართლა მაგარი იქნება. გამანებეთო. მაგრამ ვერ გავრისკავ. ვერ გავრისკავ. ბიჭო, რას ვერ აგიტო გავრისკავ? ჩალხანოღლუ ჰაკანი? შტილერი იყო ეს ოხ ფეხბურთელი. კიდევ კარგი. ესე თქვა უარი კაცო. გოცნებობს ეს მეოთხე მეხუთე ვარიანტი უკეთესი რატო იყო ვიტრემ. ხო პავლოვიჩი ერთი ვთქვათ რომ მართლა კაი ფეხბურთელი ხო კარგია, მაგრამ არგიებთან ერთად ვერაფერი ვერ გააკეთეს. პირველი თამაშის მერე გაბრო მოვიდა და პავლოვიჩმა რა ითამაშა პირველ თამაში ძალიან კარგი იყო. ძალიან კარგი. კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ალბათ ფუტბოლს რო ბაგიერის გავუშვებ, გარდა ჩემი და აზრით. შუაში არის პავლოვიჩთან 5 გოლი რო გუნდა. მართლა კაი ფეხბურთელი არა. ბაიერნის გულშემატკივრები არ გაგიჟდნენ. კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ისეთ ფეხბურთელია აი ბაიერში რო ითამაშებს. იგივე მგონია ლაიმერზე, იგივე მგონია სტადისიჩზე, აი ბაიერნის კადრები არიან. ცენტრალური პავლოვიჩი მაგურს- მცველი გაბრიელ მაგალაესი მეგობრებო მაინც 50-ად. 50 50. ეს არა, ამას 55. 70 70. მაგდენი? არა, 60 აქვს ულუკას. 60 აქვს. რა გი 70 მაგაცო. 60 აქვს. ვერ გაგიდა თქვა. რა უნდა იცოდე. თქვა 75. მე რამდენი მაქვს ფული შენ გაქვს 175. შენ შეგიძლია. 300. 305 აქვს ციხეს ინახავს და ინახავს. იბრძოლეთ ბიჭებო, მიდი. 85 85. 10 90. 90. 95 რამდენი იგროკი ფეხბურთი? 3 ყველაფერი თქვა. ციხეს ეგ ერთხელ აქ რეპორტაჟზე რუსული სტუდია თქვი და ისიც იგროკი. იგროკი. ანუ არც პროსტა, არც რამე იგროკი. ო, იგროკი კი არ აქვს თქვა, იგროკ ad აქვს თქვი. აი ჩენგიზ უნდერ. თუ გიდათ ამოშალეთ. 105 არა, რატო ნამოს ახალი სხვა. ჩენგიზ უნდერზე იყო ჩენგიზ უნდერზე ვარ. რა ფასე ვართ? 105 მაქვს მე ნათქვა 110. 1 2 3. მაგალაესი წავიდა. ჩენ დაცვა შეკარე? ცენტრალური კი. როგორ იყავს? სალიბა, გაბრიელი. ესე იგი. მე ინტერი PSG. კარგი. ეს არის ინტერი. მარჯვენა ნიკა მე მცველი. დამჭა 115, ხო? ინტერი. ანუ ანდროზე მეტი ისე. ეხა ვინ ამოდის? მარჯვენა მცველი. ოპა. ტიმბერი. ოუ, ვინა იყვანს დედა? 30 მილიონად. არ გადატანოთ ეხა იაფად. 35, კაი. 40 სტიმბერია, რავი, ანუ ფოფხას შეკითხა საუკეთესო მარჯვენა მცველია. 45. ფოფხას რო კითხო ეს? ხანდითი. დიდი ბანდი ციხეს რამდენი აქვს ფული 195 ანდრო. და რამდენი უნდა ხარჯოს რომ ანდროზე ნაკლები ქონდა ეს რამდენი გაქვს შენზე მიშა და ერთი ფეხბურთელით მეტი ყავს. მე რამდენი მაქვს არ ვიცი შენ გაქვს 175. აა
შენზე მეტი ფული აქვს და შენზე მეტი ფეხბურთელი ყავს. რა ვინც მინდა რა მეცəsiერი მინდა პავლო. 45-ად მოვიდა. 45-ად. აი ხა სიგიჟე გააკეთა, მე მებრძოლი, მე მებრძვი მაგ ფული. 150-ი არა ბიჭო ეს მინდა. მეც მინდა და მე მებრძვი, აი ყვანა მიდი. აი შესაძლოა. შენი მარჯვენა მცველი არის იორენტე 5 მილიონად. მარკოს იორენტე? ეგ. რავი, მეორე ვინა? და მეორე ვარიანტი 5 მილიონად, ასევე. ვინ დარჩა? აი, პავლოვიჩი დავაბალანსო რამით. ეს მაისური თუ თამაშია, ანუ ტიმბერჯობია თუ იმას? ბავშვია. ჰაკიმს. აი ჰაკიმის. ჰაკიმის არ ჯობია. არც ტიმბერს არ ჯობია ამ სეზონში. არც სარჯობია კაცო, მაგრამ არის მევასე. მარკოს იორენტე არის რა. ცხენერსენი არის მინდა. ერით და იმ ნიკა მეორე ესა გამოუში მეორეს მისტორი ბოქსი და რა. პეჟეს მაისური თუ თამაშია, ეჟეს მაისური თან. საფრანგეთის ნაკრების მაისურიც მოურგია აი ეს მე. და სულ სამ ჩემპიონატში უასპარეზია ამ ფეხბურთელს. მარჯვენა მცველი. იორენტეთი ვერაფერს ვერ მოიგებ. ბიჭო, გონია რო ეგა. გონია რო ეგა. დინი მარცხენაა? მარცხენადი. მე ხომ ერიოა იგი, თვანში მე თუ. თავდასე არ მინდა რომ გითხრა. მაგრამ გონია ვეაში ვიფიქრებ. ვერ ეჟეს მოიგებ. მაისური მოურგია, ლუკა ერნანდესი არა. მარჯვნივ უნდა იყოს, ხო ეს ტიპი. მუნიე. რა იორენტე მე მევასება, მაგრამ იორენტეთი ვერ მოიგებ. რას ვერ მოიგებ კაცო? ვერავის ვერ რა გონია მარკოს? მარჯვენა მცველად ვინ უნდა ჩაუჯდეს რომ მოიგოს კაფა? მარკოს იორენტე ძალიან მევასება. ნახე, იორენტე მინდა. ნახე, ვინ იყო ეს? ნორდი მუკიელე. ძალიან მირჩევნია. მიკიელე. ძალიან მირჩევნია. იორენტე არის, რა ვიცი, არ მე მინდა რომ აგერ შეასრულოს მანძითორები. რა იორენტე არ გევასება? რამდენი დარჩა ანდროს? 150 აქვს იყო, ციხეს, ხავერ ვიტყვი. 60 ლუკას და 170 ანდროს. ანდოს ამდენი? 170. ან ამას? 150. ან მე მაინც შენი ხა? ცენტრალური მცველი. ნახევარმცველი გამოიყვანე და ველოდებით ხალხი. ცენტრალური კაი, ამ ნახევარმცველს მართალია, იმიტომ რომ მე ბიგსტერი ბოქსერი. შემტევი ნახევარმცველი. ნევეში. ჯოუნევში. მადლობა დიდი. 50 მილიონი. 150. yes. იმიტომ რომ მარტო ეგ პოზიცია მაქვს ანდრო დარჩენილი. 155. შეამდენი გაქვს? 150 მოგდა ოლინ შევიყავი. ჯოუნევში ძალიან მევასება. 1 2 და 3 155 და წავიდა ანდროს. ანდროს დარჩა 15 მილიონი და რამდენი ფეხბურთელი? ერთი ფეხბურთელი დამჭა მცველი ცენტრალური. ანუ მის მაგიტო გადმოვიდეთ თორე. ჟოუ ძალიან მე მეგონა 3 ხო? ყავდა ბიჭო დარჩენილი და მაგიტო უეჭველი უგებ სამი ეგონა. კარგი, ჩკაი რაღაც მოხდა. სოლის კონკურენციას მოგიგებ. რამდენი გაქვს? 60. მოიცი. აუ ის 60 მილიონი ლითურ და ორი მცველია დარჩენილი და ორი ნახევარმცველი. ორი მცველია თუ დარჩენილი მოსდა. მე და ანდროს ახაო მე და ო, ანდროს. კონკურენციას მოგიგებო მაგის ზოგადად. კონკურენციას მოგებ. კაი, მცველების მიყვება. ნახევარმცველი გამოვიტანეთ. ჩვენ ნახევარმცველი არა, გამოიყო. მცველები მირჩევნია. კაი, გამოვიტანეთ. ციხესთან რო იყოს ომი, ანუ ესე მარტივად დამთავრდება. მარტივად ატო დამთავრდა. მცველი ყველას ყავთ ეს ორი. ეს ორი მცველი. მე და ლუკას ხო, მაგრამ მე 15 პირიქით. გამოიგებს. პირიქით. არა, ბიჭო, მცველი. ეგრე ნახევარმცველზეც მარტივად იგივეა დავთავრდება. ეს ამ ფიგურა. მნიშვნელობა აქვს. ხო ხვდები? ეს მე. აი რა ომი აღარ კი, იქნება. კი, ნახევარმცველი უნდა გამოვიტანე. შვიდობა. ცენტრალური გეშინოთ. მცველი. არა, ნახევარმცველი როგორც ამბობდი გამოვიტანე. კი, არა, მცველი. ბიჭო, მცველი გამომაქ. კაი, კაი. უპამეკანო 20 მილიონი. მე არ მაქვს. მე ვიხდი 20 მილიონს. შენთან მოდის ხო? ის გავად პავლოვიჩი მისტერი დაცხრა ბოქსია. მოკდა, უკაცრავად, მაგრამ უპავეკა. ლუკა. რა? უპამეკას დაცინე. მოიც მისტერი ბოქსი ბოლოს არა აქვს. ორ მცველსა. უპამეკას დაცინე? აქ არაფერი. აქვს პაულუს მისტერი ატო ბოქსი დაცინე? მაინც. აუარესია ამ ხოლმე ამით შემიძლია. ას ბრა ლისი საფრანგეთის ნაკრების ძირითადი მცველია. ვინც მისტერი ბოქსია, ასევე 20 მილიონად არის შემდგომი. ამ სეზონში გოლი არ გაუტანია ამ ცოლს. სამი ქვეყნის ჩემპიონი გამხდარა და წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ იასპარეზებს თავის კარიერაში. ტყუილად ფიქრობ. უეჭველი. ახო არ არის. სამი ქვეყნის ჩემპიონი გამხდა. სამი ქვეყნის ანალიზად გახდება ბოდიში. სხვადასხვა. არ ვიცი კაი. უპამეკანოს სურჩი. აჩო იყო. ამ სეზონი ჩემთვის პაჩო უკეთესი. სეზონით უკეთეს. შარშანაც უკეთესი იყო. დაშანაც უკეთეს იყო. და აი ორი სეზონი იქამდე არ ვიცოდი პაჩო ვინ იყო ბოქსში. მცველი ვისთან მიდის? ის ხობა რა. აა ერთ უკეთეს მცველი. ანდროსთან. შენთან მოდის? ბონჯორნო არის შენთან 10 მილიონად. ან 5 მილიონად. ბონჯურნოს რატო გეცი? რა საშინელება აქვს? შოუს აკეთეს მართლა. შენ არ იყავ X Factor-ი იყო. 2 წლის. შარშა საჩემპიონო სეზონში X Factor-ი იყო შარშან, ბონჯურნო. ეგეც ის გავსი არაფერი ამიტომ მე ტორინოს მე ბონჯორნო არ მომწონებია. ტრავმა ქონდა შაშა როგორ უთხოვდა. ნაპოლის ძალიან მხოლოდ მახარებს. კაი ბონჯურნო. ესეთი ან ესეთი დეზინფორმაცია. იმიტომ რომ ხალხო ვინც მომდის მე ხვდებით ხო და ხედავთ რომ ეგრევე სიცილი მოყვება არა და პავლოვიჩი იცი თქვენს რომ კაი ფეხბურთელია შენ გაგეცინა მე არ გამცინებ. პავლოვიჩი გამეცინა იმაზე მე რა შუაში. მეორე პიკი. სტრაჰინია გამახსენდა და ეგრევე მაგ როგორ ციტატა მოიგონა და მე მიმოწერე. 5 მილიონად ეს ფეხბურთელი. ბონჯორნო 1000-დან 5-ად ეს ფეხბურთელი. ამ სეზონში 6 გოლი გაიტანა. Yeah.
კარიერაში სამჯერ იყო განათხოვრებული კარიერაში და დიდი ალბათობით შემდეგ სეზონში ახალი კლუბის მაისურით ვიხილავთ. ვაუ. ჯორდან უნდა იყო X Factor იყო ნაპოლის. ბიჭო, მაინტერესებს ეს ვინ შეიძლება იყოს. დიდი ალბათობით შემდეგ სეზონში ახალი თან ცაცია გჭირდება ზუსტად და ცაცის კუბარსი ყავს და ცაციას მივუყენებ გვერდზე ბონჯორდოს. ძალიან კაი დაცვა მეყოლება, პროსტა. მარკოს იორენტე კუბარსი ბონჯორდო და მენდეში? არა, ცუდი არ არის რა თქმა უნდა კაც. ესეც ასო ხალხი. არა, სასაცილო არა. ბონჯორდოზე მეცნება თორე, სხვა სამზე კაია. უკაცრავად, ბონჯორდო საშინელებაა. სამი ამ სეზონში აქვს 6 გოლი გატანილი. 6 გოლი გაიტანა ცენტრალურმა მცველმა. კი, ამ სეზონში. კარიერაში სამჯერ იყო განათხოვრებული. და დიდი ალბათობით შემდეგ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს რა. ეს გოლი ვინ გაიტანა? მე მაქვს ერთი ვერსია. ვინ? აი გოლი ადვარ მწვავ. რაჰინია. აუსტრალია მართლა გამ. გადადის მილანიდან? ანუ შეიძლება კაი სეზონია გადავიდეს რა. არა, მე რა აი მინდა იქცოლი. ეს მცველი არის ფეხბურთელი, რომელიც ტოტენჰემმა გაანათხოვრა გერმანიაში, ჰამბურგში. შკოვიჩი. დაბრუნდება და ძალიან შკოვიჩი არის, რომელიც სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ეს ნახეთ რა ფეხბურთს ითამაშებს პროსტა. აი, არ ძალიან კაი მცველი არის. ლუკა ეს უშკოვიჩი. გამიგია ანდრო, მაგრამ აი სკაუტ რეპორტები. აი გაბროს კითხეთ, აგერ შემოვიდა. არ გევასება იქ მცველი? იმას არ გიჩვენე ბონჯორნოს? როგორც უმცველი გახდა. ხო, ეგრევე ცუდი ძალი. არა, ბონჯორნო კაი მცველია. და წავედით ნახევარდაცვაში. ხალხო იცით? ფუშკოვიჩის გო. ნახევარდაცვაში ორი რაც გვაქვს, ესე იგი, გვაქვს ეფექტიული. სობოსლაი. ჩემთან ამას მეყავს. რატო? მეტი ფული. პრომეტი ფული. რატო და კეთილი ვარ. და იმას გეტყვი, სობოსლაის აქვს მისტერი ბოქსი. მედიაბა ნიკა. 20 მილიონად არის მისტერი ბოქსი, სობოსლაი. რაც არ ამგონია ავიყვანო, მაგრამ მაგრამ შეხვდეს და ნომ კაი გუნდი იყო. 150 მილიონი დაგჭათ, ხე? და სობოსლაის რაღი და ისე სობოსლაი რა 40. 40. 150 გადა. ხო, სწორად ვიმოქმედე გადაიხადა, მიაზე. გადაიხადა დიდი ფული. ხო, რამე მისტერი ბოქსი ასისტების რაოდენობით ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა ეს ფეხბურთელი. ესპანეთის სუპერთასის მფლობელია და მამამის სოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია. მერინო? ან ასისტები ბევრი ქონდა თუ რა. არა, სობოსლაი ამ სეზონში არის, რავი, ძალიან კაი. ნიკო პასი იყო. ოი. არა, სობოსლაი ჯობია რა. მაგრამ ნიკო პასი ნიკო პასი გააცო. გაქანები. ხო, არა, ეს კარგი ის იყო მისტერი ბოქსი. იმედია მეორე მისტერი ბოქსი არის. ვინ იყო? საშინელება და საშინელება. ლუკა შენ ხარ ხო ბოლოს? კი. ბოლო ფეხბურთელი არის. ბრუნო გიმარაესი. ოღონდ რა თქმა უნდა მისტერი ბოქსი აქვს. ეს პოზიცია თურმე ის ყოფილა დალოცვილი პოზიცია ფული. აი ასე ჩავიხუტები როგი. მისტერი ბოქსი აქვს. მიდია რა? სოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეზე უკეთესია? ვისაც გთავაზობ? აი ხე მიტომ თავაზობს რომ უკეთესია მართლა. აბა? ანუ სოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე იცი ხო ვინც არის? ბლოგი მარა ხო, ანუ ყველა მინიშნება იქნება ამასთან დაკავშირებით. ბრაზილიის ნაკრების ლიდერს გირჩევნია? ვინც უნდა არჩევს? აუ, კაი, აბა გეთქვა. გუნდს რომ ახლა აშენებდეთ, გიმარაეს არჩევდით თუ ამ ფეხბურთელს? აი ეს რავი სრულიად შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ როგორ ავირჩიო, ბრუნოს ვირჩიო რა თქმა უნდა. სწორია. ბრუნო ჯობია. პედრი იყო ეს ფეხბურთელი. აუქსოდიროს როგორ ამერჩია? მალებოდა უკვე. არა, როგორ უნდა მე მეგონა რომ ჩემთან იყო, მაგრამ აი ძალიან კაი მოვიგე რა. მე მოვიგე. არ ვიცი. მე მოვიგე. რატო გონიათ ყველას? არა, ყველას შეგვიძლია რომ ვიფიქრო. კომპეტიტივ ძალიან საინტერესო აუქციონი იყო მართლა. მართლა, ძალიან. კარგი, ეხლა აპირებრო დამცინო მაგრამ. არა, რატომ და ციხე, დაიწყე შენ. დავიწყოთ ჩემი იმის გუნდის გაცნობა. ტიბო კურტუა იცავს კარს. ტოპ ესე გავყოლ. ეს მე კარი ყავს მე. მარჯვენა მცველად ტიმბერი ტოპ. ცენტრალური დაცვა დუეტში საუკეთესო, იმიტომ რომ თან ქიმიაც აქვს სალივა გაბრიელი. სალივა გაბრიელი ტიმბერი ის არის. თელი არსენალის დაცვა. გავამწვანე ეს. და კალაფიორი გაკლია მარცხ. კალაფიორი ქემა, აი ანდრია კამბიაზოა სამწუხაროდ კალაფიორის ნაცვლად. ისე გაგზელდა. რა ვიცი, მაო ეს. არა, ეგეც უდი არა, მართლა უბრალოდ უბრალოდ იუტის ზით აღარ ხდება ხო? მაგდებზე სულ მეცინებ, იმიტომ რომ აგენტი ამბობდა, რომ მალდინის არიან. მალდინის ის და ხანდახან ძირითადად წვეღარ ხდება, ხავს პალიტის პოსტის შემდეგ მოდის. აი არა უშვის. საყრდენ ნახევარმცველად ჰაკან ჩალხანოღლუ. აი ეს კრიტიკა. შემტევ ნახევარმცველებად ბრუნო გიმარაესი და ბრუნო ფერნანდეში და ყველას უნდა ბრუნო. დომინიკ სობოსლაი. რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ დომინიკ სობოსლაი და ბრუნო ფერნანდეში. მარცხენა გარემარბად ლუის დიასი, მარჯვენა გარემარბად ლამინ იამალი და ცენტრალურ თავდამსხმელად ხუაკინ პანიჩელი. აი გული რადგან წდება არის მარცხენა მცველი და უფრო ფორვარდი ხა მარცხენა მცველი ადოს არ არის რაღაც საკვანძო პოზიცია ფეხბურთში. მარა უშავს რა, რაც არის ეგ არის. მომწონს მაინც ჩემი გუნდი. სამეოს მაგარი გუნდი ყოველ შემთხვევაში. საუკეთესო მეკარე წელს. დავით რაია.
თუ არა ვესტემის თამაში ნახეთ, საუკეთესო მარჯვენა მცველი ბოლო 5 წლის, შეიძლება მეტისაც, ჰაკიმი. საუკეთესო მეხბურთელი იტალიის სერია A, ფედერიკო დი მარკო. საუკეთესო ცენტრალური მცველი, ჩემ ტოპ 3 ცენტრალური მცველი. ზოგადად ფეხბურთში ბასტონი. უპამეკანო, ბაიერნის ლიდერი და თუ შეცდომა დაუშვა ვინმე PSG ბაიერში, ეს პირველ რიგში დაიყო და არა უპამეკანო. შეგვიძლია გავარჩიოთ მე ანდროიდ მეთახმება. ტერი არის გეთახმება. საუკეთესო ნახევარმცველი ვიტინია. საუკეთესო ნახევარმცველი ვიტინია. ფედერიკო ვალვერდე რეალის სული და გული ჰეტრი, მისტერ ჰეტრიკი. თუმცა მიბეგვილი. რა უქნათ? ბევრი ჰემატომით. მორელაზია ჩხუბი და მოერია რა, თორე ვალვერდეს როგორ ვალვერდე რამე დაცმო და თავი დაუხარა ვინმეს. ძალიან მაგარია ვალვერდე მაგრამ. აი ჩუა მე. მაგრამ აურა ცოტა ჩავეწი. აურა მინუსებში. შენ როგორ აშენ ვაქცემოს ვინმე? რა თქმა უნდა, კი. აურა დაგივა. დელმა მიჩხუბია და შენ რაიცი რა მოხდა? შევაი ძალიან მაგარი იყო და იმა ხერკები გამოიყედა. მე გადაო მაგარია ვალვერდე. სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ბრუნო გიმარაესი. სწორია. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მარჯვენა გარემარბი წელს მაიკლ ოლისე. საუკეთესო ფორვარდი საერთოდ ბოლო 5 წლის ჰარი კეინი. მოიცა. ვის ჰოლანდს არ ჯობია კეინი? არა, იქამდე ლევანდოვსკი საუკეთესო სეზონები ხონდა მაგ 5 წელი რო ავიღოთ. და ბენზემას 22 წლის სეზონი? 5 წელს ვიღებთ. 4 თქვი და 4 და ჯამში 5 ავიღოთ. მოდი 4 თუ. რატო ახლა ის წავიდა. აი ხო მაგარია კი. და ბოლერი აი არ მოგიტყუები აქ და ბოლერია მოლერი და ბურთს ყველა კენწლში. არა პანიჩელი ვერ კენწლში. თავით ურტყავს პანიჩელი ჩაკუჩივი. ეგ არა ბოლინგი. მე სამგო ცივსის კაი ნუსა. კარგი გუნდია ორივე ძალიან. მაგრამ ხალხო მე მართლა მე ერთად ჩაგდება მაგ ნუსა უბრალოდ ეგ გაითვალისწინეთ თქვენ მეტი. მე მართლა მგონია რომ ფეხბურთს ამ ჩემპიონატს და იმას ჩემი გუნდი მოიგებს და გეტყვით რატო ახლა. ბუტე არის ძალიან კარგი. რატო დაიწყე? ცუდი სტარტია. ბიჭო არ იცის ხალხო ჩემი ფეხბურთი. მე ვიცი. გუშკოვიჩი და ბუტე? ბუტე ცუდი მეკარია. ცუდი მეკარია. ამ სამში ყველა ცუდია, კი, გეთახმებით. ამ სამში ყველა სერიაში კურტუა რაია და ბუტე ახლა. სერიაში მეხუთე მეკარე არის ხო? მეხუთე ნახდა და რა. თან ანუ რავი, ანუ ძალიან მაგარი გვარი აქვს. ბუტე. შან ბუტე. მერე? მარჯვენა მცველი, აბსოლუტური ცხენერს. მარკოს იორენტე, არბენინი ქიშივიდან. Wins for lives მოიგებდა. ვალვერდეების ისაა რა. ხო, ვალვერდე. თავმავალი. კი. ვალვერდე სობოსლაი და ესეც დარბის. რაისი? ცენტრალური მცველი, პაო კუბარსი ხალხო გიждებიან ამ ცენტრალურ მცველს. გახსოვდიან ეს არ გიждები. მე არ გიждები მართლა. მე არ მიყვარს ფაქიზო ცენტრალური მცველი, ჩემი სტილი ეს არა. მაგრამ პაო კუბარსი არის ძალიან კარგი ცენტრალური მის მცველი. გვერდს ამშვენებს? ქვახსოვს ჯიბეში როგორ ჩაისვა ოსიმენი, ჩემი საყვალი ფორვარდი, ცენტრ ფორვარდი. ვინ? აკუბარსი. კუბარსი ნაპოლისთან არის. მაგ თამაში ესწრებოდა ხო ანდროიქ მონჟუიგზე. ვუშკოვიჩი. ძალიან მაგარი მცველი, რომელსაც გოლების გატანაც გამოსდის და ნახოთ კაი. ერთ-ორ წელში ციხე საყვალი ცენტრალური მცველი იქნა. მე აი იდეა, მაგრამ ბუნდესლიგაში გოლები. მოდი მე დავდებ სოს. პრემიერლიგაში გადავა ეს ტიპი და ციხე მოვა ვუშკოვიჩის ფორმით. მეორე შანსია რომ ზამენ სკამზე დაждდება. სკამზე დაჯდომა რო არ უნდა და მაგიტომ წავიდა ჰამბურგში. და ძალიან კარგი სეზონი. დაბრუნდება და ჰამბურგში შეხვდა ჰამბურგში. ჰამბურგში. მაგიტომ წავიდა რომ სკამზე ჯდომა არ მინდა. აქვს მიშოჩიტიძე აქტუალებული იყო. მიშოჩიტიძე იყო გუნდში მოხდა ბუნდესლიგაში. ორ გუნდში მოხდა ჰამბურგი. მიშოჩიტიძე ხო არის ახლა აქტუალებული უშკოვში და მიშოჩიტიძე მანამდე ის იყო აქტუალებული არის ლია ბროსედიორი. მაგით იყო ბოლოს აქტუალებული აი ბოლოს. იყო მიშო? კი. მოდიოდა და ჩელსიმ მაგარი მსწრელი იშოვა. აუფ ესე ამბობთ. მიშო? კი. შემდეგ. მიშო ხადახასდება თუ პრინციპი არის. კაი, მართლა კაი მცველი ყავს. ნუნმენის საუკეთესო მარცხენა მცველი. განდიკაპით. პავლოვიჩი, ალექსანდრ პავლოვიჩი. ხალხს რაზე ეცია? მე ვერ ხვდები უბრალოდ. ალექსანდრ პავლოვიჩი არის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კიმიხთან არაჩვეულებრივ დუეტს ერთი საუკეთესო. რა ტოპ? ტოპ 10-ში არის ალბათ. ტოპ 10-ში კი არა, ტოპ 8-შიცა. ჟოაუ ნევეშზე მართლა გიждები რა, ანუ პავლოვიჩზე გიждები რა. არა მომდის მზედამ თუ არა, ჟოაუ ნევეშს რეძმა კაცებოდი, ჩემი საყვარლესი ადამიანი არის და ჩახუტება კაცია მას. ჩახუტება კაცი და underrated-ესი ფეხბურთელი. ამაში ალბათ მეთახმები. კი. ჟოაუ ნევეში underrated-ში არა, მაგრამ უტოპესია. underrated რატო არის ყველა? რავი, ვინ წერს მას სიმღერებს?
სიმღერებს. რა ვიცი. არც ვიცი დიაზე. არა, underrated ცოტა არის ნებაში. არის. რომ იშვიათად ლაპარაკობენ ნებაში. ვიცინეს მე ჩემ ეს ყურება. აი კანტეს გაუმჯობესებული. ვიტინიას მიაქეს. გაუმჯობესებული ვერსია არის კანტეს. ან კანტერას საკეთებს იმას საკეთებს და თან გოლები გააქვს ორივე ფეხით თავით მაგრამ თამაშობს. ძალიან მინდოდა ჟოუნე. ან ჟოუნევეში. მაგრამ კატეს ჯორჯინიო იმდენად მინდოდა რომ ის დავთმეთ ცენტრალური ცოლი ოკეი. თუ მარჯვენა ცოლი. შერკი აბსოლუტური ბოლერების მამიკო. შესანიშნავი მოთამაშე. რაღაც რომ დაჭირდა ევერტონთან ვერი ფაქტორა. ნუ ეს ერთი თამაში ახლა იამალსაც ჩაუვარდა ჩელსის. ეგ იყო მნიშვნელოვანი. და ოლისესაც ჩაუვარდა პეიჯეს. ეგ იყო საჩემპიონო თამაში. ეგ იყო საჩემპიონო თამაში. ეგ იყო ოლისესთვის ფინალში გამსვლელი თამაში. რაკნა, მეორე ოლისე თამაში. რა უქნათ ჩემპიონთა ლიგა არის. ეგრევე საფონომა გადააგდო ბურთიაულზე, ოლისე რა შვება. მთელი გუნდი იყო მაგაზე აწყობილი. ნონჩალან. მარჯვენა გარემარბი. მეისონ გრინვუდი. დიდესი ძალა აქვს ამ კაცს. დიდესი კი, ძალა. გამოცადა. ორივე ფეხში. ანდროს შეიძლება ხელებს. ბევრი ხრელია. შეიძლება მე მაქვს ხრელები. და მეორე ხველი აქვს. ხო, არ ყავს. უკეთეს როგორც ტაპსონა იძახდა პირველ წრეში და მეც ვამბობდი, სოფლის საუკეთესო ფეხბურთელი. ეხლა რა სამბობენ? ეხა ნუ ერთ-ერთი. ეხა აი ეს არის კამპანია რომელიც ნასერ ალხელაიფი ჩემი აზრით წარმოშვა და ეხა მიმდინარე. ან პროპაგანდა შენი ეს პროპაგანდა. კილიან მბაპე დაბრუნდება აუცილებლად. სოფლის საუკეთესო ფეხბურთელი იყო ამდენი წლის განმავლობაში მესის მარკა აღარა. ხისტარა. და ეხა ვინცაა საუკეთესო ფეხბურთელი ეგეც მე მყავს ქუჩა კვარაცხელიას სახით. ჩემი აზრით ეგრე. ძალიან დააბალანსებენ ერთმანეთს ეს ბიჭები. ყველას გუნდი კაია. ბაპე პას არ მისცემს კვარას ალბათ. ერთ-ერთი რაც არ მომწ რას არ კვარა მიცემს მე. კვარა მისცემს ბაპე ერთო. დააბრუნებინებს ვინისიუს რო გამოსდის ახლა კვარაზე ამოვამ ზედამთვარი შენ ყოფილ კაი კაცი. სამიოს გუნდი ძალიან კარგი არის. ძალიან მაგარი. რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტი გუნდი იცით რომ. ბრუნო გიმარესაცა. რომც არ იყოს ხომ აი ზაუგეთესო. ხო სახელები მგონია რომ ორივეს გუნდი ჯობია ჩემსას მართლა მგონია ორივეს და გუნდი. გულით შენი უკეთეს. არა ფეხბურთს მოიგებენ ესენ. უფრო დაბალანსებული გუნდი. არა, წმინდა ჩემს თამაში. ჩემს რა დაბალანსებული არცად პრობლემა არ მაქვს. ბიჭო შენ ნუსას გარდა და ნუსაც რავი დავაბალანსებთ აქ. აი ჩვენი აი 4 წელიანი არის დიმარკო არ მომწონს და არც ბასტონი მართლა. და არც უპამეკანობს არის დაწვები ჩემი. აი ხა აუ მუშკოვში ძალიან გამოცადა ბევრ სქემაში ხო ალბათ. სიმბოლურ გუნდში მოხდა. ეს ხო 6 გოლი გუჩვენდა ეს სერია საუკეთესო ფეხბურთელი. მოციცები ისაუბრე. საუკეთესო მადლობა. ფეხბურთელი სერია. მადლობა კი არა, დღეს ყველა სიტყვა არასწორად. მადლობა მეგობრებო. მადლობა მაყურებელმა გადაწყვიტეს რომ ძალიან მაგარი გუნდი ყავს სამივეს რა. ერთი ამ ბუტეს გავაგდებდი ჩემი გუნდიდან მაგრამ ძალიან მაგარი გუნდი ყავს და